გმირთა მემორიალთან დღეს პირველები ნაციონალები მივიდნენ. დილის 9 საათისთვის ისინი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ოფისიდან ფეხით გამოემართნენ ყვავილებით შეამკეს მემორიალი, რითაც პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას. ტრადიციულად ყოველთვის გამოვდივართ 8 აგვისტოს აი ამ მემორიალთან, რითაც გამოვხატავთ განსაკუთრებული დამოკიდებულებას და პატივისცემას იმ ბიჭების მიმართ, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ქვეყნის მომავალს, თავიანთი შვილების მომავალს, ჩვენი შვილების მომავალს და საქართველოს შესწირეს. სწორედ რომ გმირები არიან, გმირები არასოდეს არ უღუპებიან, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ცოცხლებენ, იცოცხლებენ ჩვენს გულებში. შინდისის უთანასწორო ბრძოლას სულ 17 ქართველი შეეწირა. მათ შორის იყვნენ სამტრედიელი მეომრებიც. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკებიდან დაწყებული ნაღმტყორცნებით, სხვადასხვა ქვემეხებითა და ტყუიამრქვევებით დამთავრებული. აი ამ ბიჭების და ამ ვაჟკაცების თავდადებამ განაპირობამ, რომ რუსეთმა ვერ განახორციელა ბოლომდე ის ჩანაფიქრი, რაც უნდა გაეკეთებია. ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოსპობა, საქართველოს სახელმწიფოს განადგურება. აი სწორედ ეს იყო ჩანაფიქრი რუსეთის და აი ამ ბიჭების თავდადებამ ვერ გააკეთებია რუსეთს ეს. ამიტომ ეს დაუვიწყარი იქნება ყოველთვის და დაუვიწყარი უნდა იყოს მთელი ქვეყნისთვის. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რა შეიძლება ადამიანმა თქვას გამოხატოს სინანული პატივისცემა იმ გმირებისადმი, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის და საქართველოს ერთიანობისთვის და თითეული მათგანი სახელიანი თუ უსახელო არა აქვს მნიშვნელობა, ვერ გამოვყოფდი ვერცეთ, შემთხვევით ყველა მათგანი გმირია. დიდება მათ ხსოვნას და ყველა იმ ვაჟკაცის სახელს, რომელმაც ასე გმირულად გასწირა თავი ჩვენი სამშობლოს ერთიანობისთვის. მოგვიანებით სამტრედიელმა ნაციონალებმა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს, სადაც აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი დეკანოზმა ვახტანგმა გადაიხადა. სულნი ჩვენგან მიცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა აღმოხსენიებულთა აგვისტოს ომში გარდაცვალებულთა ლევანისა, ლაშასი, ავეტიკი, აბრელისა, მარლენისა საყოფელსა მართავთასა და აზესეძიახთა შინ აბრაამის და განუსვენე და ჩვენ შეგვიწყალნევითაცა სახიერ ხარ და გასმოყარე. ამინ. საუკუნოდ იყოს ხსენება მათი, ხსენება და გურთხევა მათი. სულმან მათმან გეტილთა შინაგანისენოს და ნათესავმან მათმან დაიმკვიდროს ქვეყანა. სახელითა მამისათა და დისათა და სულისას დეკანოზმა ვახტანგმა ქადაგებაში 2008 წლის 7 აგვისტოდან 22 აგვისტომდე გავლილი დრო გაიხსენა. იქვე დასძინა, რომ თითოეული წვეთი სისხლი, თითოეული დაღუპული ჯარისკაცი თუ მშვიდობიანი მოქალაქე ქართული სახელმწიფოსთვის უზომო დანაკლისია. მე დარწმუნებული ვარ, რომ წმინდანებთან ერთად, იმ ქართველებთან ერთად, ვინც სასუფეველში იყო და დღემდე ლოცულობ ჩვენზე, ის ბიჭები შეუერთდებიან მათ და იქიდან ჩვენზე ილოცებენ და ჩვენ აქედან გავძლიერდებით მათი შემწეობით და ჩვენს ქართველებს ბოლოს მე მგონი რაღაცა გვეშველებათ.